დავალება, რომელიც მე არ ჩამბარებია. აპრილის დასაწყისში შენც გაგათავისუფლეს სამსახურიდან. კახაკალაძეს თქვენ არ შეხვედრი ხართ მას მერე ამ წერილის მიღების მერე? არა, რა თქმა უნდა. ძალადობა ნებისმიერ დროს. თითქმის ყველაფერი შეიძლება გავიგოთ, რა ხდებოდა 1936-37 წლებში. ან დოკუმენტური მასალა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, რა ხდებოდა 1935 წელს. ეს არისო ამ სფეროს რაღაც დამორჩილების პროცესის ნაწილი. ძალიან ხშირად იყო ხოლმე ეს დიდი თავდასხმების მიზეზი. საჯარო მოხელეები როგორც დასამორჩილებელი თუ კულტურა, რომელიც უნდა იყოს ხმა დამორჩილების პროპაგანდისთვის. ნინი, გამარჯობა კიდე ერთხელ და მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. ვიხსენებდი წეღარო 8 თუ 9 წლის წინ, როცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ჩაუდექი სათავეში, მაშინ ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ რადიოსთვის სწორედ მე ჩავწერე. ოღონდ მაშინ ვლაპარაკობდით იმ 9 მუზეუმის ბედზე, გეგმებზე, რომელიც გქონდა დასახული და სავარაუდოდ მათგან ალბათ რაღაც ნაწილი მაინც შეუსრულებელი დაგრჩა, იმიტომ რომ აპრილის დასაწყისში შენც გაგათავისუფლეს სამსახურიდან, ისევე როგორც ათობით თუ არ ვიცი, შეიძლება ასობით საჯარო მოხელე, იმიტომ რომ ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით არ ვიცით და როგორც თავადვე დაწერე, ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე. იქვე იყო ციტატა შენი საჯარო პოსტიდან, რომ ყველა წესისა და სავალდებულო პროცედურის დარღვევით. მიზეზად რა მოგწერეს, მაინტერესებს და რა წესები დაირღვა, ჯერ მოდი ეს რო გვითხრა. ჩემი განთავისუფლება დღემდე ძალიან უცნაურია ჩემთვის, რადგან გარდა დოკუმენტისა, რომელიც ჩამბარდა, ოფიციალურად ჩამბარდა განთავისუფლების ბრძანება, სადაც ნახსენებია თბილისის მერის მოადგილის მოხსენებითი ბარათი. ჩვენ გამოვითხოვეთ ეს მოხსენებითი ბარათი ოფიციალურად, რათა ნამდვილად მენახა რა წერია შიგნით და რა მოხსენებით ბარათზე იყო საუბარი და დღევანდელ დღემდე 2025 წლის 28 აპრილის ჩათვლით ჩვენ გადმოგცეს მოხსენებითი ბარათი დღეის მდგომარეობით, მაგრამ ეს მოხსენებითი ბარათი არის სავალდებულო იურიდიული რეკვიზიტების გარეშე, ანუ რეგისტრაციისა და ხელმოწერის გარეშე. შესაბამისად, გამოვითხოვეთ ასევე იურიდიული რეკვიზიტებიანი დოკუმენტი და ჯერ არ ჩაგვბარებია ამის დაზუსტება მინდა, ამიტომ საფუძველი, რომელიც ამ დოკუმენტში წერია, არის რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულება, რომელიც გამოცემულია ივლისის ბოლოს, 31 ივლისს, არ შევასრულე და არ ჩაბარდა, ანუ არ ავაღიარე დავალებად. თუმცა ეს დავალება მე არ მიმიღია, როგორც ყველა სხვა დავალება და მინდა გითხრათ, რომ ივლისის შემდეგ გასულია ბევრი თვე. არა მარტო ჩემთვის, არამედ ზოგადად კალენდარულად არის გასული თვეები და ამ პერიოდში 4 აპრილამდე მე ვასრულებდი უფლებამოსილებას, ვასრულებდი ყველა იმ დაკისრებულ დავალებას, რომელიც მევალებოდა და მქონდა მიმდინარე გეგმები, რომელიც მუდმივად დამფუძნებელთან ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, შესაბამის სამსახურებთან, ორგანოებთან მიმდინარეობდა სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია, ხშირად გართულებული, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდით და ძალიან უცნაურია 4 აპრილს რატო გახდა არ შესრულებული დავალების საფუძველი ჭყალებში არ შესრულებული, რადგან დავალების არ შესრულებას არ ჭირდება ან დავალების შეუსრულებლად მოკითხვა, ჩემთვის ბუნდოვანია, რატო დაჭირდა ამდენი თვე. დავალება, რომელიც მე არ ჩამბარებია. წერილით შეგატყობინეს გათავისუფლების ამბავი? ელექტრონული სისტემით მივიღე ჩვეულებრივი წერილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთან, კულტურისა და განათლების სამსახურიდან, სადაც მაცნობეს, რომ 8 აპრილიდან განთავისუფლება ვარ დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა წერილში არ იყო თანდართული საფუძველი, ან ბატონი ანდრეს მოხსენებითი ბარათი, რაც ვადებდა კითხვებს და ზოგადად განთავისუფლებას თავის წესები აქვს. კახაკალაძეს თქვენ არ შეხვედრი ხართ მას მერე ამ წერილის მიღების მერე? არა, რა თქმა უნდა. ანუ მისი პოზიცია, თქვათ, ჩემთვის უცნობია, თუმცა ხელმოწერაც ხატყობს მის პოზიციას. დეკემბრიდან მოყოლებული, სამსახურიდან გათავისუფლებული არაერთი საჯარო მოხელე ჩავწერეთ და მეც პირადად და ყველა ამბობდა, რომ მათი გათავისუფლების
მიზეზი, რეალური მიზეზი იყო ან პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერა, ან საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მათ შორის კრიტიკული აზრის, ვთქვათ, მაგალითად აგენტების კანონზე თუ მიმდინარე პროტესტის გულშემატკივრობა თუ ასე შემდეგ. ნინი, როგორ ფიქრობ, შენი გაშვება რატომ გადაწყვიტეს? თუ გაქვს პასუხი ამაზე? იცით რა, მე სიამოვნებით მოვისმენდი პირდაპირ პასუხს ამასთან დაკავშირებით და არა ისეთ პასუხს, როგორცაც რამდენიმე დღეა თბილისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს, რომ დავალების ან დავალებათა შეუსრულებლობის გამო გამანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ყველა დავალება, რომელიც მიმიღია ან შესრულებულა, ან დავალებები და შესასრულებელი საქმეები იქეთ მიცნობებია და არსებობს უამრავი მიმდინარე საქმე, რომელიც დავტოვე, რომელიც პროცესში იყო. რაც შეეხება განთავისუფლების მიზეზს, შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი არსებობდეს იმის შესახებ, რომ ჩემი საჯარო პოსტები იყო ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა აქვე მინდა დავამატე, რომ მე საჯარო პოსტები არ დამიწერია როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, საჯარო აზრის გამოხატვის უფლება კონსტიტუციური უფლებაა, ნებისმიერ ადამიანს აქვს, განსაკუთრებით, როდესაც შეფასებითი ნაწილია, როდესაც საუბრობთ სამართლიანობაზე, როდესაც საუბრობთ ადამიანის უფლებებზე, როდესაც საუბრობთ და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ძალიან უცნაური გახდა შეფასება, უცნაური გახდა რა შეიძლება და ადრე, რა არ შეიძლება და ადრე, რა შეიძლება დღეს და ასე შემდეგ. ძალადობა ნებისმიერ დროს. ძალადობა და ტერორი არ აქვს დრო, არ აქვს ასაკი, არ აქვს გეოგრაფია. რაც შეეხება მემკვიდრეობას, რომელსაც თბილისის მუზეუმის გაერთიანება აერთიანებს, შეიძლება ითქვას, იქნება ეს მემორირებული პირები თუ იქნება ეს საფონდო, ის მნიშვნელოვანი ისტორია, წერილები, დოკუმენტური პრესა ძალიან ხშირად გამოუქვეყნებელი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც არის შეისწავლოს და კვლევით კომპონენტში გაერთიანოს ყველა ის მემორიალური პირის მემკვიდრეობა და მათ შორის მათთან დაკავშირებული მემორირებული არა მუზეუმების გაერთიანების მემორირებული პირები. ესეთი ისტორიები ჩვენ გვაქვს მიხეილ ჭავახიშვილი, ხო, რომელიც ზუსტად დღეს დილით ვიხსენებდი, რომ ის დახვრიტეს კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის, რომელიც 1937 წლისთვის ძალიან 36-37 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი ჩვეულებრივი ბრალდება იყო. ძალიან ბევრი ადამიანი, არა მარტო მიხეილ ჭავახიშვილი შეეწირა ამ სათაურს იქნება ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. თუმცა ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და 27 წლის შემდეგ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო იმ ისტორიული მეხსიერების გახსენება, სწავლა და რაც მთავარია შემეცნება, რომ რაღაცები აღარ დაგვეშვა. ამიტომ ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რაღაც საფუძვლებზე, რა შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საწყენი ან მე ვერ გეტყვით, რომ ვარ გაბუტულ პოზიციაში, არა ვარ ნაწყენ პოზიციაში, მაგრამ ყველაზე დაუმსახურებელი რაც შეიძლება ყოფილიყო, ეს არის დავალების შეუსრულება, დავალება, რომელიც არასდროს არ მიმიღია. რა შეგრძნება არის ისე, როცა ესეთ დროს გათავისუფლებენ სამსახურიდან, აი ვუყურე იმ ვიდეოს, რომელიც YouTube-არ ხორელაინზე გავიდა, შენს ბოლო სამუშაო დღეს აღწერს და იქ ამბავს, რომ ამბობ, რომ იქ შენიშნავ, რომ ესეთი შეგრძნება ახალია ჩემთვის ვარ გამომიცდიაო და რა სიტყვა დავარქვა არ ვიციო, თუ იპოვე ეგ სიტყვა. არა, სიტყვა ნამდვილად ვერ ვიპოვე. იმ დღის შემდეგ ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელიც გაოცებას იწვევს, უფრო გაკვირვებას იწვევს და ეს გაკვირვება არის ზოგადად მე სიტყვების ძალის მჯერა ხოლმე. და როცა სიტყვების ძალაზე საუბრობ და სურვილებზე, კიდევ ერთხელ დავწვდი, რომ უნდა ვიყო ფრთხილად. და განმარტავ რას გულისხმობ. ძალიან ხშირად ვამბობდი, რომ გასაგებია, თითქმის ყველაფერი შეიძლება გავიგოთ, რა ხდებოდა 1936-37 წლებში, ან დოკუმენტური მასალა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, რა ხდებოდა 1935 წელს.
აი ბოლო პერიოდია მაგ ეს განცდა 1935 წელთან დაკავშირებით, ცოტა ხნით ადრე ვიდრე დაიწყებოდა რეპრესია. რადგან ბევრი ავლებს პარალელს სწორედ მაგ დროსთან, რომ ეხლა ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია აი განსაკუთრებით აი ეს რაღაცა უსაფუძვლო ბრალდებები, ხა არაფერი ახალი რომ ადამიანებს ყველა ადამიანს შეუძლია ყველას, ანუ ყველაფერი გადის ღირსებაზე. და როდესაც დღეს ვხედავთ რა შეიძლება დავარქვათ, აქ გულწრფელად არა მაქვს პასუხი, ვსაუბრობ თუ არა ნინიზე. არა, ნინიზე არ ვსაუბრობ კონკრეტული მოვლენებზე, რომ სულ რაღაც 70 წლის წინ სად იდგა ქვეყანა, სად იდგა 1921 წელს, რა რეალობა გავიარეთ და საით შეიძლება წავიდეს დღეს ქვეყანა, ხო? საით შეიძლება წავიდეს და ყველაზე სევდიანი არა, ყველაზე შემაშფოთებელი არის მხარე ადამიანები, რომლებიც ისევ არაფერი არ იცვლება გულწრფელად, რო ვთქვა, ამ ისტორიულ ძალიან ბევრჯერ ვეცადე, რომ ამ ისტორიულ პარადიგმას შემეხედა განსხვავებული ფანჯრიდან, ხო, როდესაც სუბიექტურია რაღაც რეალობა და ვცდილობთ, რომ ჩვენი გადასახედიდან არა ვცდილობ, რომ შევხედა სხვადასხვა გადასახედიდან, ხო? ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ზუსტად ეს იყო თბილისის მუზეუმის გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობდა სოციალურ კავშირს და პარალელებს ისეთ საკითხებთან, რომელიც ჩვენ ისტორიას გავლილი ქონდა. მოკლედ, როდესაც დაიწყო უკრაინის ომი, სრულიად მსოფლიო იყო შეძრული ამ საკითხთან დაკავშირებით და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ციკლი იყო ჩვენი მემორირებული პირები და უკრაინის კავშირის და ერთის მხრივ ეს იყო ისტორიული ნარატივის ამოწერა. უცნაური დამთხოვა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა მსგავსი ნარატივი იქნებოდა თუ ისტორიული ამბავი იქნებოდა, რომელიც ვიზუალურად ძალიან საინტერესოდ ფორმდებოდა ხოლმე, რომელიც უკავშირდებოდა მაგალითად ნიკო ნიკოლაძის ჩანაწერებს ევროპაზე ან ილია ჭავჭავაძის არჩევნებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს ან უკრაინასთან დისიდენტურ ურთიერთობას მერაბკოს და ძალიან ხშირად იყო ხოლმე ეს დიდი თავდასხმების მიზეზი. ვისგან რაღაც სოციალურ ქსელში მომხმარებლებისგან, ქსელში არსებული ტროლბოტებისგან. ანუ რაღაც შინაარსზე იყო შემოტევა. კი, მაგალითად ჩვენ მქონდა ესე ძალიან საინტერესო ციკლი, როგორც არის დღე ისტორიაში და ესეთი ციკლი ძირითადად ეყნობოდა გაზეთ ივერიის კვლევას. ხო, გაზეთ ივერია. სამნიშნულოვანად აქვეყნებდა ხოლმე ისეთ ინფორმაციებს, რომ დღეს თბილისში ჩამოვიდა მაგალითად ფრანგი ავტორი ან ჩამოვიდა უორდროპი ან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ადგურზე დახვდა ესა და ეს ადამიანი სტუმრად მოვიდა უმასპინძლელია ჭავჭავაძემ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ეს უკავშირი, რომელსაც მსგავსი ადამიანებისგან ვიღებდით, რომ არ კითხულობდნენ არც შინაარს, არც თარიღს. 1886 წელი იწყებოდა ესეთი და კომენტარები იყო, რომ დიახ, ჩამოიყვანეთ უცხოელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მსგავსი წერტილოვანი მინიშნებები შეიძლება იყოს, სად მე როგორც ხელმძღვანელმა სად გადავუხვიე. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ესეთი პირდაპირი შენიშვნა შეიძლება ითქვას, ძალიან ცოტაჯერ მიმიღია. თუმცა წერდი, რომ გათავისუფლების ცნობის მიღების შემდეგ წერდი, რომ რაღაცა ელოდი მაინც გაზაფხულიდან ამას და ისიც თქვი, რომ გითვლიდნენ დაგეტოვებინა ეს პოზიცია. აი ეს შემოთვლა როგორ ხდება ხოლმე მაინტერესებს, იმიტომ რომ სხვა საჯარო მოხელებებმაც გაიმეორეს იგივე ჩვენთან ინტერვიუში. ამდენიმე რესპონდენტი ამას ამბობდა, რომ მეგობრის ან ვიღაცის გავლით უთვლიდნენ აძლევდნენ ამ მინიშნებებს, რომ დატოვეთ თანამდებობაში. ძალიან უცნაური იყო ჩემ შემთხვევაში, ეს არ იყო პირდაპირი, არ ვიცი მე როგორი იყო სხვა, თუმცა ვიცი სხვა განთავისუფლებული ადამიანებისგან ზოგან იყო პირდაპირ, ზოგან იყო შემოთვლით. ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა პირდაპირი საუბარი, გადაწყვეტილების მიმღები პირისგან, მაგრამ იყო შემოვლითი გზებით, სხვადასხვა საუბარი, თუმცა მეც ვიყავი დაბარებული იმ დღეს, როდესაც თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორი
კომპოზიტორი ნინია მაჭარაშვილი დაიბარეს, თუმცა ერთ საათში ჩემთან შეხვედრა გაუქმდა და ცხადი იყო. ამის საფუძველს მაძლევს ასევე საკმაოდ გართულებული კომუნიკაცია, ძალიან ბევრი უპასუხო წერილი მიმდინარე საკითხებზე, საქმიან საკითხებზე და ძალიან ბევრი შეჩერებული პროექტი, აბსოლუტურად შეიძლება ითქვას ხელოვნურად გაჭიანურებული პროექტები, რომელთა პასუხებს ვიღებდით მაქსიმალურ დაგვანებით ისე დროს, მაგალითად წლის ბოლოს, ისე დროს, როდესაც ყველანაირი დაგეგმვა 2024 წლის მანძილზე იყო რთული და 2025 ჯერ არ იყო დაწყებული. ნინი, მე მაინტერესებს, აი თუ არის რაღაც თარიღი შენთვის, საიდანაც შეიცვალა ზოგადად დამოკიდებულება მერიისა შენს მიმართ. აი რამე შემთხვევა ხო არ იყო, ან თუნდაც რომელიმე საჯარო პოსტი, არ ვიცი. მე საჯარო პოსტებით ან აქციებზე ხომ არ ხედავდნენ. იმიტომ რომ ბევრი ასახელებს ათვლის წერტილად, მაგალითად მარტის საპროტესტო აქციებს, როცა ეს დიდი ტალღა იყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი ალბათ იწყება, როდესაც თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მიიღო ევროპის მუზეუმების ფორუმის ჯილდო. რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუზეუმო ცხოვრებისთვის და არა მარტო თბილისის მუზეუმის გაერთიანებისთვის საქართველოსთვის. რატომ ეს პირიქით არ უნდა უხარდეს თბილისის მერიას? როდესაც ევროპის მუზეუმების ფორუმი არის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური თუ ერთადერთი არა სამუზეუმო ჯილდო, რომელიც ემია, როგორც ჩვენ ვეძახით, როგორცაც ფართო საზოგადოება იცნობს როგორც მუზეუმების ოსკარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რატო 5 წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, როდესაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მემორიალური მუზეუმი დასრულდა, როგორც ძეგლის რეაბილიტაცია, სადაც იყო არაერთი მხარე ჩართული, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის განვითარების ფონდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ჯილდო მუზეუმმა მიიღო არა კარგი რეაბილიტირებული მუზეუმისთვის, ან არა მხოლოდ კარგად ჩატარებული რესტავრაცია კონსერვაციისთვის, არამედ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია და ეს იყო დღემდე ძალიან ამაყი ვარ ამ სიტყვებისთვის და ძალიან დიდი პატივია, რომ მუზეუმი იღებს ესეთ სიტყვებს, რომ მუზეუმი, რომელიც შთაგონებს თავის ვიზიტორსა და დამთვალიერებელს დემოკრატიის, ეროვნული ღირებულების, ცნობიერებისა და ეროვნული სულისკვეთების გზისკენ, როგორიცაც ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა საფუძველი. ხო არ გქონიათ განცდა, რომ რაღაცნაირად ბევრმა შენიშნა ეს და ამიტომ გეკითხები ყოფილმა საჯარო მოხელემ თუ სექტორში დასაქმებულმა ადამიანმა, რომ ეს არისო ამ სფეროს რაღაც დამორჩილების პროცესის ნაწილი. მე გეტყვით, რომ ეს არ დაწყებულა გაზაფხულიდან საქართველოში კულტურის სფეროს რიგი იყო ერთ-ერთი პირველი, ანუ კულტურის სფერო იყო ერთ-ერთი პირველი სფერო, რომელიც ერთ-ერთი პირველი ზეწოლისა თუ ტერორის საფუძველი გახდა და ასე დაიწყო მაგალითად დღემდე მიმდინარე პროცესებია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს დაიწყო უფრო მალე, უფრო მანამდე დაიწყო ასევე სამეცნიერო მიმართულებით, საუნივერსიტეტო მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისე ნაბიჯ, რომ კულტურის სფეროს მე სულ მქონდა კითხვა და სულ წერდი ამაზე, რატომ კულტურის სფერო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არ გულისხმობ კონკრეტულად ადამიანებს, გულისხმობ იმ ხმას, რომელიც იმ ინსტიტუციონალურ მეხსიერებას და იმ კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და კულტურის პოლიტიკის ჩამოშლას გულისხმობ, რადგან კულტურა იქნება ეს თეატრი, იქნება ეს სამუზეუმო გარემო, თუ იქნება ეს ნებისმიერი კულტურის სფერო, ეს უნდა იყოს სრულად ხიდი, უნდა იყოს საწყო წარსულსა და მომავალს შორის, უნდა იყოს ხიდი ადამიანებისთვის ცოტა მეტი სათქმელად და არა პროპაგანდისტვის. თუმცა დღეს ჩვენ როგორი გვაქვს კულტურის პოლიტიკა, ხო? ერთის მხრივ ჩვენ საუბრობთ და მანამდე ეს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, ვიდრე ადამიანებთან. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს ბაგრატი, რომელზეც მუდმივად კრიტიკულად საუბრობთ და გვაქვს გელათი, რომელიც თითქმის ამდენი წელია ძალიან მძიმე დღეშია და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საკმაოდ სავალალო და არა მარტო
არა მარტო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაზე ვსაუბრობთ ხოლმე საჯარო მოხელეები, როგორც დასამორჩილებელი თუ კულტურა, რომელიც უნდა იყოს ხმა დამორჩილების პროპაგანდისთვის. შესაძლებლობა გქონდა ოდესმე რომ მაგალითად იგივე კახაკალაძესთვის გეთქვა რაღაც საკუთარი აზრი, რაც არ მოგწონდა ამ სფეროში? თუ არა? ვერ გეტყვით რომ ჩვენ მქონდა ძალიან ხშირი შეხვედრები, თუმცა ჩვენ მქონდა გარკვეული კომუნიკაცია განსაკუთრებით რეაბილიტაციის პერიოდში, სადაც მინდა ვთქვა, რომ ჩემი გუნდის სასიკეთოდ სრულდებოდა ხოლმე ყველა ასეთი რთული გადაწყვეტილება, უბრალოდ მუზეუმის სასიკეთოდ სრულდებოდა და არა ჩემთვის, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მე რამდენი ხანი ვიყავი და რამდენი ხანს ან რა იქნება, არის საკითხები, რომელიც დარჩა. და არის ის მნიშვნელოვანი, იმედი მაქვს, რომ დარჩება. იმ 9 მუზეუმიდან ნახევარი მე მგონი, ხო, რამდენი 4 ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი, რომ დასრულდა სრულად რეაბილიტაცია არის სწორი სიტყვა, ხო? რეაბილიტაცია, რესტავრაცია, მუზეოგრაფია, ძალიან დიდ კომპონენტს მოიცავს, კი. მაგრამ დარჩა მიმდინარე პროექტები, რაც არის დასასრულებელი. ყველაზე მეტად არ ვიცი რის გამო შიშობა ახლა თუ გაქვს ესეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუსრულებელი, არა, მე არ ვშიშობ, რომ შეიძლება ვერ დასრულდეს, შეიძლება დასრულდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ. ძალიან მნიშვნელოვანია სად და ასე შემდეგ. ხო, მერაბ კოსტავას მუზეუმში დასრულდა პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები, განახლების, შენობის, გამაგრების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ზაფხულის შემდეგ ჩვენ ველოდებოდით ნებართვებს მუზეოგრაფიასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ მუზეუმი მალე გაიხსნება და მიიღებს დამთვალიერებელს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი საკითხია, სევდიანი მუზეუმია, უიღბლო მუზეუმია, არა მარტო საქართველოს ისტორიაში, შეიძლება ძალიან ბევრ ქვეყნის მუზეუმსაც შეედაროს ამ უიღბლობაში. ეს არის მუზეუმი, რომელიც 1936 წელს დაარსდა. ჩვენც გქონდა მასალა, ისევ ჩაწყობილია, ასე ვთქვათ, საცავებში ეს თოჯინები. და არაერთხელ შეიცვალა მან შენობა, 2009 წლიდან ის იყო შენობის გარეშე, იყო ჩაწყობილი, თუმცა 2017 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მქონდა ძიება შენობის იმ შესაძლებლობის, რომ ამ თოჯინებს ქონოდათ განსაკუთრებულად საინტერესო ექსპოზიცია, რომელიც არ არის მხოლოდ თოჯინების, მას ქვია უკვე თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი და მოიცავს ორჯერ მეტ კოლექციას, ვიდრე მე ჩავიბარე. მისთვის გამოყოფილია შენობა, შენობის კვლევითი კომპონენტი დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაცია და მუზეუმი ელოდება უკვე ზაფხულის შემდეგ ნებართვას იმისთვის, რომ არსებულ შენობაში დაგვეწყოსარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინ ჩაიბარებს? ჩვენ სახელი და გვარი გავიგეთ მისი ახალი დირექტორის, ეს არის გიგა დაიაური, თუმცა ვერაფერი მასზე ვერ მოვძებნეთ. ხომ არიცით მე სამწუხაროდ არ ვიცნობ მას, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, მე ვიცი რომ ის 8 აპრილიდან უკვე შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ მე მას უკვე 3 წერილით მივმართე გადაბარების შესახებ და გარკვეული საკითხები არის, რომელიც უშუალოდ ახალმა ხელმძღვანელმა უნდა გადაიბაროს, ისევ ორგანიზაციული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ სფეროში მუშავია მას, იმიტომ რომ ერთ-ერთი რაც საჯაროდ იძებნება არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ეს ადამიანი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბოლო წელია, ან რამდენიმე თვეა ის მუშაობს, ან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ განყოფილებაში. სამართლებრივ დავას ხო არაპირ? სამართლებრივი დავის პროცესი დაწყებულია, ჩვენი ერთი სარჩელი უკვე შეტანილია, ჩემი ერთი სარჩელი, თუმცა დამაზუსტებელი დოკუმენტების მოძიების და გამოთხოვის მოლოდინში ვართ, რადგან ვიცით, რომ არსებობს თავისი ვადები, ათღიანი ვადები და თითქმის ყველა დოკუმენტს ვიღებთ ვადაში, ან დასაზუსტებლად ხელახლა მიმართავთ მე და გუნდი, რომელიც იცავს პირველ რიგში ღირსებას. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.